ქართული თეატრი უკვე მეხუთე თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. 19 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მაყურებელს ქართული და საერთაშორისო პროგრამის ნახვის საშუალება ექნება. საქართველოს ბანკის სათაო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდაჭერმა კომპანიებმა პრესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდათ ფესტივალის შესახებ. ქართული პროგრამა წელს შედგება 30 სპექტაკლისგან დაახლოებით 16 სპექტაკლს მოიცავს საერთაშორისო პროგრამა. ასევე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, ტრენინგები და შეხვედრები. მაყურებელს ბილეთებისა და აბონემენტების შეძენა აგვისტომდე სპეციალურ ფასად შეუძლია. Შეხვედრის ფესტივალს ალბათ ორი ესეთი კულმინაციური მომენტი ექნება. ანუ ჩვენ რაღაცა ამბავს ყვებით თავიდან ბოლომდე. ისე არის აწყობილი როგორც წესი სპექტაკლები და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თავის საერთაშორისო პროგრამასთან ერთად ეს პროგრამა ნიუ და ქართული სპექტაკლების პროგრამა. ყველაზე ესეთი სათუთით ძვირფასი ნაწილი ჩვენი ცხოვრების. ლეპაჟის სტუმრობა ჩვენ საერთაშორისო ფესტივალზე არ არის პატარა მოვლენა. ძალიან საინტერესო 15 საერთაშორისო პროექტი იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე. ძალიან დატვირთული იქნება შოუ-ქეისი, სადაც ქართული თეატრები წარსდგებიან. 2011 წელს ეს ფესტივალი გახდა ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ფესტივალმა მეტად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მას მომავალშიც აქვს დიდი მიზნები იმისათვის, რომ თბილისი და საქართველო გახდეს საერთაშორისო თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი. საქართველოს ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება სოლო უკვე 2 წელია, უკვე მეორე წელია მხარს უჭერს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც მომხმარებელს, ისე ზოგადად მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს წლიდან წლამდე სულ უფრო უკეთეს და მრავალფეროვან სპექტაკლს გაესწროს.